მოდით ვნახოთ მეგობრებო, რას გეტყოდათ ახლა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, ჩაიფიქრეთ ნებისმიერი ადამიანი. არ არის აუცილებელი რომანტიკული ასპექტით, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რას გეტყოდათ ახლა. რას გეტყოდათ ახლა პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ვისაც გიჭირთ ასე არჩევა ქვევიც. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, აირჩიეთ, დააპაუზეთ თუ გჭირდებათ. და დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. რას გეტყოდათ ახლა თქვენ? გეტყოდათ იმას, რომ მან მიგატოვოთ მაშინ, როდესაც დაინახა, რომ თქვენს რეალობაში სხვა ადამიანებიც არიან, როდესაც დაგინახათ სხვასთან, როდესაც დაინახა ის, რომ თქვენ სხვასთან უფრო კარგად შეიძლება გრძნობდეთ თავს. დავამატოთ არკანები, რას გეტყოდათ ახლა? გეტყოდათ იმას, რომ ეცდება უკეთესი ადამიანი გახდეს თქვენთვის და კიდევ რას გეტყოდათ, აბა ვნახოთ? გეტყოდათ იმას, რომ საკმაოდ აღფრთოვანებული არის თქვენითა და თქვენი ენერგეტიკით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, თქვენ რას გეტყოდათ ახლა ჩაფიქრებული ადამიანი? გეტყოდათ იმას, რომ თქვენ იყავით საუკეთესო მის რეალობაში, საუკეთესო ადამიანი. კიდევ რას გეტყოდათ მეორე ვარიანტი თქვენ, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება? ერთ-ერთი საუკეთესო იყავით უკაცრავად. გეტყოდათ იმას, რომ ნანობს რაღაც გარკვეულ თავის სიტყვებს და ძალიან დიდი სურვილი აქვს იმისა, რომ ან ბოდიში მოიხადოს, ან საკუთარი სიტყვები უკან წაიღოს. კიდევ ერთი არკანით ვნახოთ, რას გეტყოდათ ახლა? გეტყოდათ იმას, რომ ვერ აჩერებს თქვენზე ფიქრებს და თითქმის მუდმივად ფიქრობს თქვენს შესახებ.